სიკვდილის მატჩი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდაა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? 1942 წელს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ კიევში ადგილობრივი გუნდის სტარტი გერმანულ სამხედრო გუნდ ფლაკელბს დაუპირისპირდა. პირველი მატჩი 5-1 დასრულდა კიეველთა გამარჯვებით. 3 დღის შემდეგ კი გუნდები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს რევანშის მატჩში. ამჯერად სტარტმა გერმანელები 5-3 დაამარცხა, მაგრამ სწორედ აქ იწყება ლეგენდა. ამბობდნენ, რომ გერმანელებმა ფეხბურთელები წინასწარ გააფრთხილეს, რომ თუ ისევ მოიგებდნენ, დახვრეტდნენ. ფეხბურთელებმა თითქოს მუქარა უგულებელყვეს, გაიმარჯვეს და ამის გამო მალევე დახვრიტეს. მაგრამ ისტორიული მტკიცებულებები სხვა ამბავს გვიყვება. მატჩის შემდეგ ფეხბურთელები არ დაუპატიმრებიათ. უფრო მეტიც, ერთი კვირის შემდეგ სტარტმა კიდევ ითამაშა და 5-0 დაამარცხა. მხოლოდ ამის შემდეგ, 18 აგვისტოს გესტაპომ რამდენიმე ფეხბურთელი დააპატიმრა. ზოგი მათგანი სირეცის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანი მოგვიანებით დაიღუპა. მაგრამ მათი სიკვდილის პირდაპირ 9 აგვისტოს მატჩთან დაკავშირების მტკიცებულება არ არსებობს. მას იყო თუ არა ეს ნამდვილად სიკვდილის მატჩი? შესაძლოა ყველაზე საინტერესო პასუხი სწორედ ის არის, რომ მითის უკან რეალური, მაგრამ გაცილებით უფრო რთული ტრაგედია იმალება. და მთავარი კითხვა ახლა ეს არის: როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა ფეხბურთის თამაში მაშინ, როცა მათი ქალაქი ომის ჯოჯოხეთად იყო ქცეული? ამ ისტორიის სრული სიმართლე ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე ლეგენდა. ვრცლად წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.